თუ ადამიანი წმინდა მამებს კითხულობს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ იგონებს ქრისტიანობას. მისთვის ქრისტიანობა არ არის რაღაცა ცრუ მისტიკა. რა არის ცრუ მისტიკა? რომ აი ღმერთი ყველაფერში მე მეხმარება, ესე იგი ღმერთის გარეშე არაფერი არ ხდება. აი ზოგადად რელიგიურობა, ცრუ რელიგიურობა, ცრუ მორწმუნეობა ყოველთვის რაღაცა მისტიკურ გამოვლინებებს რო ელოდები ღმერთისაგან. როგორც უფალი ამბობს, ადამიანი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძებს. ბოროტი და მოღალატე, მემრუშე მოღალატეა, ბოროტი და მოღალატე, ღვთის მოღალატე, სასწაულს ეძებს. როცა ადამიანის რელიგიურობა სწორედ სასწაულზე ეფუძნება, ქანასასწაულები არ ხდება, მაგრამ როცა ადამიანს ორიენტირი არეული აქვს, ღმერთს კი არ ეძებს, ღმერთთან კომუნიკაციას კი არ ეძებს, ღვთისადმი მსგავსებას კი არ ცდილობს, არამედ სასწაულს ეძებს, გესმით, ღმერთის გარეშე, მოდი, ღმერთთან ერთად, ღმერთისგან, მაგრამ არსობრივად ის მიზანი მისი სასწაულია, ხო? აი ამაზეა საუბარი და როდესაც ადამიანი წმინდა მამებს კითხულობს, ხდება ადამიანის განხიბლა, ანუ გამოფხიზლება აი ამ არასწორი რელიგიურობისგან. და ადამიანი ხვდება, რატო? წმინდა მამები არიან ისინი, ვინც ეს გზა, ვინც ქრისტემ როგორც თქვა, წმინდა მამები არიან ისინი, ვინც ასე იცხოვრა. და უკვე რო იცხოვრეს და რაღაც ზღვარი გადალახეს, აი როგორც წინა ლიტურგიაზე გითხარით, ოთხშაბათ საღამოს, შემოქმედებითობის პერიოდი რო გადალახეს და ესე იგი მადლის მიერ პერიოდში რო გადავიდეთ და მჭრეტელობისაკენ რო ისწრაფიან, უკვე აი ეს იქიდან უკვე მადლისმიერი მდგომარეობიდან, ზოგი უკვე მჭრეტელობის მდგომარეობიდან, განხთობილი მდგომარეობიდან ჯერ კიდე ხორცში მყოფნი გვესაუბრებიან თავიანთი გამოცდილებით და ჩვენ წმინდა მამებს რო ვკითხულობთ, ხედავთ, რომ თურმე ქრისტიანი თუ ხარ, აი ესეთი უნდა გახდე, ესენი რო არიან. ესენი არიან აი სულიერი ცხოვრების ოსტატები მართლა, რომელმაც თავისი ადამიანურობას გადააბიჯეს ღმერთთან ურთიერთობით და დიდ მწვერვალებს მიაღწიეს და ისინი არიან ჩვენთვის სამაგალითო. ჩვენ ამას ხედავ და ჩვენი გონება, ესე იგი, სწორად იწყებს აზროვნებას.